როდესაც იმანო არ დაგაჯარიმოთ და ჩვენ გაჯარიმებთ და მეთქი სადეს და სადის მეთქი მოგეხსენებათ რა სიტყვების თქო მაგ სიტყვას არასდროს აღარ გავიმეორებ. აი მართლა მომეშალა ნერვები და მართლა მომაწვა ეს ყველაფერი რომ მარაზმი არა ეს ყველაფერი იმიტომ რომ თვითონ გაიძულებს ეს პატრული რომ აგინო ხო და ამასობაში შენ გამოდიხარ ცუდ ვიღაცების სალანძღავ ეხლა გამოვედი მე ვამბობდი რომ დავით წინარიძეს ვურეკავდი მაგრამ როგორი რაღაც არის ეხლა საქართველოში არის ეს სიტუაცია რომ ყველა ადამიანი ვისაც არ აქვს სამსახური ყველა მუშაობს პატრულში იძულებულია რომ ყველა მუშაობს პატრული ის არის თუ არა შინაგანად პატრული და ამისთვის არის თუ არა მზად ამიტომ ხშირად გოინდებიან ხოლმე პატრულები, რომ ეტყვი რომ წინარიძეს ვურეკავ და ვიღაცას სხვას ვურეკავ თვითონაც მაკაც. ამათ გონიათ რომ მართლა წინარიძეს ვურეკავ ხდები და ესეთი შემთხვევა ძალიან ბევრჯერ მქონდა. თუკი თქვენ უბრალოდ მოიგონეთ წინარიძესთან საუბარი საოპერატოროში, საიდან იცოდნენ მაშინ? თქვენ შესახებ. მე გულმა უგრძნოთ. მხოლოდ გულმა უგრძნოთ? ხო, ნუ არ ვიცი, საიდანაც გაიგო. არ ვიცი ვინ გადმოსცა, ვინ არ გადმოსცა. ვერაფერს ვერ გეტყვით მაგასთან დაკავშირებით. ფაქტია რომ გამომიშვეს, მაგრამ ვინ რა გადმოსცა, არ ვიცი, უბრალოდ პატრულს იმდენი ვაგინე და იმდენი ის რომ თქვა რომ შარია ამ გოგოსთან ლაპარაკი და ადგა და გამიშვა.